დოლი უძველესი ქართული დასარტყმელი საკრავია. ბათუმელმა ენვერ ღოღობერიძემ უფროსი ძმისაგან შეისწავლა მისი დამზადების ტექნოლოგია. მის მიერ დამზადებულ დოლებს დღეს ბევრი ქორეოგრაფიული ანსამბლი იყენებს. მიწაში დაფრვით ტყავის გამოყვანა უძველესი ხალხური მეთოდია. ოსტატი სწორედ ამ ნაცად ხერხს მიმართავს ტყავის დამუშავებისას. დოლი, როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავია. მას უმეტესად ცეკვების სააკომპანიმენტოდ იყენებენ. დოლზე უკრავენ ორი ხელით, ან ორი ჯოხით, რომელთაგან ერთი წვრილია, მეორე მსხვილი. თუმცა ჯოხებით დოლის დაკვრა ბოლო დროს მიივიწყეს. თუ კი ხელით დოლის ზემოთ მხარეს უკრავენ, ჯოხებით ორივე მხარეზე უნდა დაუკრან. წვრილ ჯოხს მარცხენა ხელით ქვემოდან, ხოლო მსხვილს მარჯვენა ხელით ზემოდან სცემენ. დოლის რკალს ყავრისგან ამზადებენ, თუმცა ბოლო დროს ზოგჯერ ყავრის ნაცვლად ფანერასაც იყენებენ. ოსტატი ყავრის მოსადრეკად ლითონის ცილინდრულ ყალიბს იყენებს. ყალიბში რკალს ერთი დღეღამით დატოვებენ. ტყავს გამოსაყვანად მიწაში მხოლოდ ზაფხულობით ფლავენ, თანაც იგი ძალიან ღრმად არ უნდა იყოს ჩამარხული. რამდენიმე მზიანი ცხელი დღე და მიწაში ჩაფლული ტყავი სინედლესაც შეინარჩუნებს და მას ბეწვიც იოლად გაეცლება. დოლისთვის კარგია თხის ან ხბოს ტყავი, თუმცა თხის ტყავი ნესტიან ჰავას ვერ ჰგუობს, ამიტომაც დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ხბოს ტყავს აკრავენ დოლის პირზე. აღმოსავლეთ საქართველოში კი თხის ტყავიანი დოლებია მეტწილად გავრცელებული. მიწაში გამოყვანილ ტყავს კარგად გარეცხავენ, ბეწვს ხელით გააცლიან და რამდენიმე დღით მზეზე გაჭიმავენ გასახმობად.
გვალად გამოჭრილ დოლის პირებს ერთი დღით წყალში ჩადებენ, რათა ტყავი კარგად დარბილდეს და მისი დოლზე გადაკვრა მოხერხდეს. დოლის ორივე პირისთვის ლითონის წრეები კეთდება. მასზე რვიანის ფორმის თითბრის პატარა დეტალები მაგრდება, რომელზეც შემდგომ ტყავი უნდა გადაეკრას. თითბრის რვიანები ერთმანეთისგან თანაბარ მანძილზე უნდა იყოს დაშორებული. საერთოდ წრე 6 ან 8 თანაბარ რკალად ადვილად ნაწილდება, მაგრამ ქართული დოლის პირს ყოველთვის 7 ცალი თითბრის რვიანი ესაჭიროება. ქართული 7-ქიმიანი სიმბოლიკის მსგავსად, ქართული დოლის პირიც 7 წერტილშია ჩამაგრებული. საერთოდ დოლის რკალი დიდხანს ძლებს, ხოლო მასზე გადაკრული ტყავის პირები ცვდება. წელიწადში ორჯერ მაინც დოლს ახალი ტყავი უნდა გადაეკრას. ასე რომ ტყავის გამოყვანა და ახალი პირების გადაკვრა გაცილებით ხშირად უხდება ოსტატს, ვიდრე დოლის ცილინდრული კორპუსის დამზადება. პირი წრეზე ამავე ტყავისგან აჭრილი ხვედით მიეკერება. ახლად დამზადებული დოლის პირები ჯერ სველია. ტყავი მეორე დღისთვის გამოშრება და დოლიც მზად იქნება დასაკრავად.
საქორწინო